საღამო მშვიდობისა საყვარელო ხალხო, როგორ ხართ? მე უნდა დაგპატიჟოთ როგორც ყოველთვის ყველა. ტრადიციულად, მეგობრებო, ტრადიციულად, ხო, ჩემი ტრადიცია ჩამოყალიბდა ამ რამდენიმე წელში. ეხლა რა მაინტერესებს მეგობრებო მე დღეს? მაინტერესებს დღეს მე შემოვიდი სპეციალურად თქვენთვის, რომ ბლოგერებს გესაუბროთ რა, გება ასეთ ისეთი რაღაც საინტერესო რაღაცეებზე. ერთი სიტყვით, ჩემს ყურამდე მოდის ესეთი რაღაცეები და მეც ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ათვალიერებთ ჩემს ლაივებს და ძალიან ბევრი იღებთ ინფორმაციებს ჩემს ლაივებიდან, ჩემი ლაივებიდან. ძალიან ბევრი და ძალიან კარგი, მე არაფერი მაგის საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით მიხარია რომ აკეთებთ ამას. ძალიან მომწონს, ძალიან ვაფასებ მე თქვენს ამ საქმიანობას, რომ გამოყოფთ ხოლმე დროს, უსმენთ ჩემს ლაივებს, მე ამ ინფორმაციებს გადაიტანთ სხვასთან, მე უყვებით სხვებს ამასთან დაკავშირებით, ოღონდ არა ჩემი სახელით, რა თქმა უნდა, ვითომ თქვენი სახელით, რომ ვითომ თქვენ ჩამოტვირთეთ ციდან აი ეს ინფორმაციები. საინტერესოა. ოკეი, იყოს თქვენი არც მაგაზე შეგედავებით, უბრალოდ მე მაინტერესებს ერთი რამ. უყურებთ. ოკეი. მათვალიერებთ, ოკეი. არ ამბობთ ჩემს სახელს და არ აჟღერებთ, ოკეი. მაიგნორებთ, ოკეი. მაგრამ აი იცი რა მაინტერესებს? აი ჩემზე ცუდად რატო საუბრობთ? აი ვიღაცა გერჰარტებზე, ჩემი გვარიც რომ არ გაგიგიათ ნორმალურად, აი იმას რომ უსმენო, ესე იგი კარგად იციან რომ ვის და რას და როგორ უსმენენ. მოკლედ ერთი სიტყვით. ვისაც ჩემი ინფორმაციები გაინტერესებთ და შემდეგ ამ ინფორმაციებს გადმოსცემთ როგორც ვითომ თქვენი მოსაზრებები და მე ვითომ მესამე პირებს ეუბნებით რომ აი გერჰარტების თუ გეფჰარტების მოსმენა თუ ინასარიძეების მოსმენა არ არის კარგიო, ხო? აი ესეთ ბლოგერებს მინდა გკითხოთ რა. ბიჭო, რა დაგემართათ? მაგარი შურიანები ხართ? მაგარ გაურკვევლობაში ხართ? მაგარ დაპროგრამებულობაში ხართ? რა მოგივიდათ? საინტერესოა, აი მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს. არა, გენიოსი რო არ მაგასო ხვდებით, გენიოსი რომ არ ვიყო, ესეთ ვითარებაში ნამდვილად არც ვიქნებოდი. ის რომ თან ჯუმად მისმენთ და თან ჩემს აზრებს ჯუმად აფრქვევთ, ანუ ავრცელებთ და თან თქვენი სახელით. ძალიან კაია, ძალიან კარგია, მიხარია, მოხარული ვარ. მე ეხლა რომ ვიყო, მე საკუთრე რომ ვიყო, ავდგებოდი და დავიწყებდი თქვენს ლანძღას, მაგრამ იცით რა არის მეგობრებო? მე რასაც ზეციდან ვტვირთავ, იმისთვის არის რომ თქვენ გაიგოთ, თქვენ ვისი სახელით გაავრცელებთ ამას, აი მე ეგ საერთოდ არ მანაღვლებს აქედან ჩანს, რომ საერთოდ არ ვარ მე საკუთრე, მე ამბოხე, რა ქვია მაგას? ამპარტავანი, ბიჭო, საინტერესო ის არის, რომ ძალიან ბევრს გონია, რომ მე ვარ ამპარტავანი. თამარ, რა ამპარტავანი ხარ? მაინტერესებს რაჯი გამოიხატება ისევი ამპარტავნობა ზაკალელებო. მაინტერესებს, ჩემი ამპარტავნობა გამოიხატება იმაში, რომ დავდივარ. აი მაგალითად დახეული მაიგამაცვია, ხო? დავარწმუნდი მე არ მაქვს. არც ძალიან მაგარი ყრიმალები მაქვს და ჭუჭები და ბერილი. საინტერესო ჩემი ამპარტავნება რაში გამოიხატება? სიტყვის ძალაში? ბიჭო, ამპარტავნება კი არა, ჰაგერა რაც მაქვს, იმას განახებ და ეს თუ თქვენ ამპარტავნებად გეჩვენებათ, ჩემო კარგებო, საყვარლებო, ამპარტავნება არ არის, ეს არის ქონა. რაც მაქვს, იმას გაძლევთ და რაც მაქვს, ბევრი მაქვს. თქვენ გშურთ და გონიათ რომ მე ვარ ამპარტავნებაში, რომ თქვენ თავს არ გიყადრებთ. იცით რა, მე თქვენ თავს ყველას გიყადრებთ და ამიტომ გასაუბრებით, ამიტომ გააწვდით იმ ინფორმაციებს, რომელი ინფორმაციებიც მოდის ზეციდან და ვტვირთავ მე ამ საკითხებს გესმით შემოსაყვარლებო. ამპარტავნება რაში დაინახეთ? ის რომ ილია მეორე ვამხილე, მე რა, ეგ ამპარტავნებაა? ილია მეორე რომ ვამხილა რა, ეს ხო ძალიან ქრისტიანული მამაკაცი იყო, კაცო და ქრისტეს არ ვამხელრა, ქრისტესთან რომ მიხვედი. რა ამპარტავანი, როგორ
კადრა მან ილია მეორეს მხელა როგორ კადრა ილია მეორეს რომ შემიშვის სახშიო სტუმრად მიაკითხაო როგორ კადრა რა პარტნიორებაშია ეს ქალბატონი ხალხო თქვენ აზრზე ხართ საერთოდ რა არის აპარტამნება თქვენ აზრზე ხართ საერთოდ რა არის ის რაც გაქვს და გასცემ რასაც გასცემ შენია არის ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ჩემო კარგებო ჩემი ნაზირ ვეზირების პირიდან და თქვამი ეხლა თქვენ რა გონიათ რომ ჩემ ნაზირ ვეზირებს ცოდნა ზეციდან მოჰქონდა და არა მეგობრებო ჩემს ნაზირ ვეზირებს ცოდნა ჩემიდან მოჰქონდათ ხო ახლა იტყვენ აი თუ არ არის აპარტამებაშიო თამარ მეფეს გაუყადრო თავიო თამარ მეფეს რომ თავს გაუყადრე მე გამპარტამებაა ჩემო საყვარლო ბოი ჩვენ აი აქ ჩანს უკვე რომ თქვენ არ იცნობთ თამარ მეფეს ვინ იყო თამარ მეფეს რომ გაუყადრო თავი ეგ არ არის ძალიან მაგარი რამ ეგ არის ძალიან რთული საკითხი მეგობრებო თამარ მეფეს რომ გაუყადრო თავი თამარ მეფეს რომ მიამსგავსო თავი აუცილებლად უნდა ქონდეს ჯერ ძალიან დიდი ძალა რომ ეს გამოთქვა და არ ჩაიქოლო სოფია ლოგოსივით და აგერ უკვე მე-4 წელია ამას გამოვთქვა და ვერავინ ჩამქოლა სოფია ლოგოსივით არა მე იმას კი არ ვიცახი რომ სოფია ლოგოსი უნდა ჩაქოლილიყო არა მე იმას ვიძახი რომ ვერავინ ვერ ჩამქოლა სოფია ლოგოსივით თამარ მეფეს რომ თავი შეადარო ეს არ არის ამპარტავნება ეს არის ძალიან დიდი გაბედულება რომ იცოდეთ და ვისაც ეს გაბედულება აქვს და ვისაც ეს ძალა აქვს რომ თქვას და ვერ ჩაქოლონ ის ამპარტავნებაში კი არა ძალიან დიდ ძალებშია თუ გინდათ გასწავლით როგორ ამოხვიდეთ ამ ძალებში თუ არ გინდათ ჩემო კარგებო მაშინ ილაპარაკეთ იმ სიტყვებით რომელსაც მე ზეციდან ვტვირთავ და მე ვითომ თქვენია ეს აზრები კი ბატონო ილაპარაკეთ არც ერთხელ არ მithქოს რომ ეს აზრები ჩემია მეთქი ამას ვამბობ სრულიად ხმამაღლა ეს ყველაფერი მოდის სულიწმინდისგან და თუ თქვენ სულიწმინდას გინდათ რომ დააწეროთ ესა თუ ის ინფორმაცია კი ბატონო ნებად გვენია ამ პარტავნებაში ვინ არის გამოჩუდება მე ზეცად და ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არც დასჭირდება ზეცად ასვლა ზოგიერთი ადამიანი აქვე იხილავს ამ სხეულში ამ კანსა და ხორცში ამ ძვალსა და რბილში ქრისტეს ხო აქ მოუწევს ყველაფრის ახსნა განმარტება და კიდევ მაინტერესებთ ამ პარტავნება თქვენთვის რას წარმოადგენს ამ პარტავნება იცით რა იქნება მეგობრებო ამ პარტავნება იქნება ის რომ ეხო მე დავდგე დავიბერო ტუჩები დავიბერო ყვრიმალები ჩავიკრასკო და თავზე მოგახვიოთ ის ყველა საკითხი რაც მე დავდე ცხოვრებაში მაგალითად ჩამოვთვალო ამ პარტავნებაში თუ არ ჩამითვლით ჩამოვთვლით თქვენის ნებართვით საუკეთესო უნივერსიტეტის საუკეთესო ნიშნებზე დამთავრებული დიპლომი საინტერესო ის არის რომ ეს არ არის ქართული ეს არის ინტერნაციონალური გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო 10 უნივერსიტეტსა შორის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტი. უცხო ენაზე დამთავრებული არაერთი პროფესია. ვთქვათ. შემდეგ არაერთი საერთაშორისო საზოგადოებრივი სიგელი, ჯილდო, ფილმი, რა ვიცი, რაღაც ჩამოვთვალო. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ რა, ნუ ჩამომართეთ, ხანდახან ჩემი თავი მეზიზღება ხოლმე ამდენი რაღაცა რომ გაკეთებული და არაფრად რო არ სჭირდება ამ საზოგადოებას ეს, არაფრად. ხო, აი, რატომ მეზიზღება? ახლა რისთვის ვიწვალე, ხო? იმისთვის ვიწვალე, რომ მე დავდგეთ და თამარ მეფის აკლდამა გაგიცხადეთ, ბიჭო, მაგის დედავატირე. თამარ მეფის აკლდამის
პოვნა 800 წლის მანძილზე რომ საზოგადოებამ სრულიად საქართველოსამ თუ საქართველოს უცხოეთის გარეთ საქართველოს საზღვრების გარეთ საზოგადოებამ ვერ მოახერხა გითხარით ეგ გჯერათ თუ არ გჯერათ ეს თქვენი საკითხი და თქვენი პრობლემა აი ამაზე საერთოდ არ მედარდება ეხლა თქვენ დაიჯერებთ თუ არა იმას რასაც მე ვაკეთე გეუბნებით და გიყვებით ხო გეტყვით 2026 წელს გამობრძანდეს უნდა 2026 წელი 2027 წლის მარტამდე მთავრდება და ამასაც თქვენი თვალით იხილავთ ხომ იხილეთ თქვენი თვალით ყველაფერი რაც კი გავაცხადე მართალი აღმოჩნდა ხო თუნდაც ილია მეორის ტილი ხო არ ვიცი რა ამპარტავნება იმას რომ ხედავ და რაც იცი იმას რომ ამბობ ეგ თუ ამპარტავნებაა მაშინ სიმართლის ლაპარაკი რაღა არის მაშინ გენიოსობა რაღა არის მეგობრებო მაშინ წმინდანობა რაღა არის გამაგებინეთ აბა ერთი მითხარით იმის არ იყოს ძალიან კარგად მომეწონა სხვათა შორის ერთ-ერთის თქვა აი წმინდანებიო სამწუხარო ის არისო რომ ჩვენ არ ვიცით წმინდანების შეფასებაო და არ ვიცით როგორი და რა კრიტერიუმებით შევაფასოთ წმინდანებიო და სამწუხაროდ საზოგადოებას ჯერაო რომ წმინდანი უნდა იყოს ყველასთვის საყვარელი ბუნჩულა თავისთავ განდეგილად ნაცხოვრები ყველაფრისგან მოწყვეტილი აი ესეთი უნდა იყოს წმინდანი მხოლოდ რეალობაში წმინდანობა სულ სხვა რამეს წარმოადგენს დღევანდელ დღეობაში არ ვიცით რა არის წმინდანობა აგერ შემოკარგებოთ ის დროზე ქრისტეს ეშმაკისეულს უძახდნენ, თუმცა ღმერთი ყოფილა კაცი. მოკლედ ერთი სიტყვით თქვენ ხომ წარმოდგენებში ცხოვრობთ და ილუზიებში ცხოვრობთ და ძალიან გიყვართ ილუზიებში ცხოვრობა. ძალიან გიყვართ ამა თუ იმ ადამიანის გაფეტიშება და გაფანატება. ძალიან გიყვართ გაკერპება და მკვდარი მძორების მერე შემდეგ გაკერპება. პატივის ცემა მხოლოდ როცა გარდაიცვლები მაშინ სიცოცხლეში ძალიან გთხოვთ არ მომთხოვოთ აი ესეთები ხართ რა სიცოცხლეში არ მითხრა რა რომ წმინდანი ხარ და თუ გინდა რომ გარდაიცვლები მერე დაგაფასებ და გეტყვი რომ წმინდანი ხარ ილიას ნაირად ბერი გაბრიელზე ხო იქ ვერ იცნო სიცოცხლეში მერე იცნო მკვდარი მძორი მერე იცნო холод მისი ხორცები რომ ამოიღო და არ იყო დამპალი მერე იცნო მძორის მიერ იცნო არა სიცოცხლეში ადამიანის არა სიტყვა პირში უდგას და სიტყვის გამოთქვას მაშინ ვერ არა ლაპარაკობ არ დამელაპარაკოთ კაცო ეგეთი რაღაც წმინდანი და ცოცხალი არიან არა მარტო მკვდრები არსებობენ წმინდანები ხო, ნუ ამპარტავნებაშია ეს გოგო თამარ მეფეს ადარებს თავს და იგინება. რაც მაგან იგინა თამარ მეფე როგორ უნდა იყოს. და თამარ მეფეს იცნობენ მხოლოდ ისეთი კარგი და ბუნჩული საყვარელი იყო იჯდა თავისთვის სკამზე დადიოდა მარხულობდა მიდიოდა ფეხიშველი დადიოდა და ეგ იყო თამარ მეფე. დედის ტრაქსო რო აგინებდა ყველა კაცს, ბიჭო. სადა ბანაობთ ხალხო, სადა ბანაობთ, გამოფხიზნით ილუზიებიდან გამოდით, თორე დაგემხოთ თავზე ცადამიცა რა. აგერ ხო საფლავები გადმოგიყარეს და დაგიყარეს შენ თქვენი წინაპრების ძვლები და ვერაფერს ვერ აკეთებ იქ დგანან ჩინელები და ჩინელების დაცვით მივიდა დედის ტრაქს აგინებდა ის იქაური პრარაბი თუ ჩემი ფეხები იყო ვიღაცა და გადამღები პირი რომ მივიდა რომ რატო გააკეთეთ ეს საფლავები რატო გიყვერს მაგის რო აკეთებ რეზდება ვითარებაშო ტიპი გადამოეკარკლა თვალები და ადამიანი რომელიც ეუბნება რომ ბიჭო რა გააკეთეთ ეს საფლავები ჩამოყარეთ და შენ რა გიხარიაო გძაბავსო ეგ საკითხი მოიცადე განახოთ ერთი წუთით რა ჩინელები სპეციალურად დამახვილდრეთ აქ რომ ვერ გავიდე არ დაგახვილდით პროვოკაციებს ნუ აწყობ რა და ნუ გიხარია რა პახოდო რა
საფლავების ტიპი ნახე რას ბლატაობს რა ქართული ხარია შენ რა გიხარი რომელ არ კომპანიას წარმოადგენ აუ ეს ვინ არის ვინ არ მიცი შენი დედა შემეცინე რა აი რა დაგეს გააჭვი აქედან რა არავის ვერ გადაუღუნო უსინელი რომ გამოდი აქეთ ვინ ხარ გააჭვით აქედან მანი დედა შემეცინე ვეგეუნები ყველას რადი კაცო იქ ვინ გეკითხება შენ ჩემ დრონსა წავიღებ წადით შიგნით შედით რა გინდა დრონი არ ავწიო ვინ გეკითხება შენ რატომ არ უნდა ავწიო მიცვალებული იყო სამოსასწორებელი თქვენი გულისთვის ვერ აკეთებენ და ვერ აკეთებს სამუშაოს ჩვენ როს ამოაშენებს ნუ ვიღებენო მაგითო ვარ გაჩერებულებიო გამოიღებთ აი არ გინდა ხო შენ სპეციალურად გააკეთეს ახლა ეგ ამბავი ჩვენ არ ვუშილით ხელს ბიჭო იქეთ მე გითხარ გელახათი ვინახარ გელავარ ჩამოიყან ეხლა და გააჩერებო დაიწყო მუშაობა დღები ამოიღო თქვენ განეხოცინებდი ჩოდე ეხლა კაცო ნუ იმუქრებით ხო მართლა ჩემი კარგი იყო მდგომარეობაში შევდივარ ფეხებზებდია იცოდე შევდივარ როგორ არ გინდა ფეხებზებდია მე გავიგე ტელევიზიაში არ გამომაჩინო იცოდე უმადური ხალხი რა ტიპს უნდა რომ გააშუქოს რა ხდება იქ რა ხდება და ეს ხალხი ვისაც ჩამოუყარეს მიცვალებულები და გადმოუყირავეს იქიდან და საფლავები ჩამოუნგრიეს აქეთ ეჩხუბება ამ კაცს რა გინდა ნუ იღებს და წადი აქედან ნუ იღებო გესმის შენს გამო მკვდარი საფლავიდან რა მოუყია იმის მაგივრად რომ მიუტრიალეს იმ ხალხს იმ ჩინელებს ჩემი ფეხის ვიღაცები არიან და იმ ხალხს დაუწყოს ყვირილი რომ მიცვალებული რატო ჩამომიგდეთ თავის ადგილიდან ტიპები იგივეა რა მე თქვენთვის ვიბრძი და თქვენ დათვებისთვისო რა აი ეგ ვითარება დამხვდა იქაც რა დედის ტრაკი აგინეს კაც რომელსაც უნდა რომ მოგვაწვდინოს ჩვენ ხმა რას აკეთებენ საქართველოში თუნდაც ეს ვიღაცა ჭღრპღრ ჩინელები აი საინტერესოა რა ძალიან საინტერესო ის რას აგინებს ანუ რა არის იცი ამ საქართველოში გადმოუყირავეს კაცობრიობას იმდენად ტვინი რომ აღარ იცის რა არის და ვის გვერდში დადგეს და ვისთვის იბრძოლოს აღარ იცის აჰა ჩინელებს და აულოკა ტრაკი იმან ვინც ჩამოუგდო თავისი საფლავი თავის ადგილიდან მოდი და იბრძოლე ამ ხალხისთვის მერე და მოდი და დავაბრალოთ იმას რომ აუ წმინდანები მოვიდნენ და არაფერს არ აკეთებენ რა უნდა გააკეთოთ ბიჭო ვერ აღარ დამოტრიალებული გაქვთ გონება თქვენ ხართ ერთადერთი რაც გიშველით მართლა საფლავები გიშველით რა მეტი ვერაფერი ვეღარ გიშველით აშკარად ვერც მამა ღმერთი და ვერც ძე ღმერთი ვერც სულიწმიდა და ვერავინა გაიგე კათიშულები ხართ ტიპი ბიჭო პედოფილი მამათმავალი გამორყვნელი ეკლესიის და უჭვიდეში და უნიტარიშო მაგინა ხალხმა იმ გარყვნილი მამათმავალი დედამოწყვლე ოღონდ კბილი სიტყვით მოსაუბრე მიყვარხარ ესე თუ ესაუბრები ხალხს კარგი გონი ხარ დედიკო გენაცვალოთ თქვენა თამარი მე შეიგიყვარებს ხალხი მე კარგი იქნები იმის არ იყოს გარდენიას შევარდნაზე რო აგინეს და რა გინდათ რა ესეჩი დამკაცი ყოველთვის კარგად საუბრობს ხო შენი წილი მესეგენაცვალე შენ მოგითხარდეთ ის ტრაკი ხო და ესე უნდა გესაუბროთ ხო და მე მოგიჩვენებათ რომ კარგები ვართ ხა მას მე ამპატავნები კი არა კალგები ვიქნებით ხო გილი აი ესეთები ხართ თქვენ ესე უნდა გესაუბროთ კაცი და თან ესე შედამფარო შეგე შესასის ხაროშურო შენო ისე და თან გიცინო ისე ხო ერთი სიტყვით რა და ორი გაგებით მისმინეთ
მისმინე სწავლის მძებნელო როგორ არის ეგ მოიცადე ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა ხო მე ესე ვიცი და თქვენ პირიქით გენდათ ჯერ ტკბილი ჭამე კვლავ მწარე თუ ეძებ გემოვნებასა ხო და ჯერ ესე უნდა გელაპარაკოთ კაცი საყვარლებო ჩუნჩულებო რა კარგები ხართ მე თქვენ როგორ მიყვარხართ მე თქვენ აგიშენეთ კოშკები ციხეები მე თქვენ გაგაბედნიერეთ ყველანი ბედნიერები ხართ გამწყინებულ საქართველოში დააგტოვეთ ახლა მე მივდივარ ზეცად და მაშინ დაიჯერებთ რომ უწმინდესი და უნეტარესია ესა თუ ის პირი რომელმაც გელაპარაკეთ სრულიად სიყალვე ოღონდ ესე შეყვარლურად და მე სიმწარეს გაიგებთ შენი დედავატირე რომ მართალი არ ყოფილა ეს კაცი და ყველაფერი მოუტყუებია თქვენ ესე გირჩევნიათ მე მირჩევნია როგორ იცი ჯერ დედა გაგინო და საქმე გაგიკეთო და რომ დაინახო რომ საქმე გაკეთებულია შენსაც იკეთოთ მერე მიხვდე რომ თურმე ეს გოგო რატო იგინებოდა მე ესე მიჩვენია რა ესე დამარიგა ჩემა წინაპარმა ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა ხო და მეც ვეძებ გემოვნებასა ხო თქვენ თუ არ ეძებთ გემოვნებასა ჩემო კარგებო რა ვქნა ვერ ყოფილიყავთ მაგრები არ ვიცი ესე იგი დაწყებული ისეთი ხალხიდან რომელსაც ვიცნობ და რომელსაც არ ვიცნობ რომელიც ჩემზე ამბობს რომ აი გეფარც ნუ ელაპარაკები მაგასთან ურთიერთობას არ გიჩვე არ ვიცნობს მაგრამ ურჩევს ვიღაცას რომ არა იმასთან არა და ისა და ხო აი ესეთი ხალხიდან დაწყებული დამთავრებული ისეთი ხალხისგან ხალხამდე რომელ ხალხსაც ვაინტერესებდა თან ვერ გაიგეს ვინ ვარ და თან მიყურებენ და თან ვერ გაიგეს და თან მიყურებენ და გავიდა 1 წელი გავიდა 2 წელი გავიდა 3 წელი და ვერ გაიგეს ვინ ვარ ეშინიათ ჩემთან ურთიერთობა ეშინიათ ისეთი საშიშია თამარ გეფარდი დედას გიტირებ თქვენ კარგად სიხარულის ტირილიც არსებობს ჩემო კარგებო აი სიხარულის ცრემლით რო ითირებს დედიკო აი ესეთი დედას გიტირებ თქვენ ერთმა მკითხა თამარო ეხლა რა ეშველებაო შენს შვილსო სატანის მიერო რო არისო მონათლულიო ვითომ სარკაზმულად მკითხა და მე ვუთხარი ასეთი რამ ჩემო კარგებო მოვიდა დედა ქართლისა ყველანი ჩახსნა და იხსნა ამ სიტყვების მნიშვნელობას რომ გაიგებთ როცა გაიგებთ მომწერეთ თამარ რა ჭკვიანი ხარ მივხვდი რასაც გულისხმობ ხო ეხლა რაც შეეხება ამ პარტავნებას მეგობრებო მითხარით ამ პარტავნება გამოისახება იმას თუ ადამიანი ამ პარტავანია ვარიანტი არ არსებობს რომ მისმა ამ პარტავნებამ უფლება მისცეს რომ ამ ფორმაში რა ფორმითაც მე წარსდგები ხოლმე თქვენ წინაშე წარსდგეს ჯერ ეგერთიც ადამიანი ხომ საერთოდ დაიწვება სირცხვილისგან აი ესეთ ფორმაში რომ წარსდგეს თქვენ წინაშე თუ ის ამ პარტავანია ეხლა გასწავლით და მოისმინეთ კარგად მეორე თუ ის ამ პარტავანია არასოდეს არ გიპასუხებთ ის დაგბლოკავთ ეგრევე მე ვპასუხობ და როცა აღარ მეშვებიან ხოლმე და ტვინს მიბურღავენ და ტვინს მიტყნავენ ხოლმე მე ვბლოკავ იმიტომ რომ ჩემ თავსაც პატივს ვცემ როცა ვუთხარი ვერ გაიგო კიდე ვუთხარი ვერ გაიგო მე უკვე ვბლოკავ იმიტომ რომ ის ადამიანი ტვინის ბურღისთვის არის ბურღივით არის შემოშენილი ხო რატო უნდა ვაბურღინო ვიღაცას ჩემი ტვინი მე თვითონაც საკმარისი აზრები და იდეები მაქვს ხო რა დედიკო იქ არის დედიკო ძინავს ხო არ ვიცი და მეორე კიდე ის რომ ამ პარტავანი ადამიანი არასდროს არ გეტყვის სიმართლეს აუცილებლად შერცხვება იმის რაც მე გაგიჟღერეთ ხო რაც მე გითხარით როგორც მე გითხარით როგორ ვულგარულადაც როგორ აი ეპაკაჟურად როგორც მე გაგიჟღერეთ ვერასდროს ვერ შეძლებს ამ პარტავანი ადამიანი მაგას იცით თქვენ
ვერ შეძლებს, იმიტომ რომ არ მისცემს შინაგანი მაგის უფლებას. არ იცით, მეგობრებო, ფსიქოლოგია და რა ვიცი, ისწავლეთ რა, ისწავლე, სწავლით ძებნელო, თუ ეძებ გემოვნებასა ჯერ წარეჭამე კვლავ თქმილი. ყველაფერი აურიე, მოიცა? ისწავლე სწავლის მძებნელო, თუ ეძებ გემოვნებასა, თუ არა. და გამახსენეთ რა ძალიან გთხოვთ, სწავლის მძებნელო რა ისწავლე და თუ ეძებ გემოვნებასა ბოლოშია და იქ შუაში რა არის? ვეღარ გავიხსენე. ისწავლე სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა, ჯერ წარეჭავე კვლავ თქმილი თუ ეძებ გემოვნებასა. დავითის მცნებასა. დავითის მცნებას მივადექით და ეხლა ძალიან მაგარი თემა გავჩითე. ბიჭო, ეს ებრაელები დამდგარან ამ ბოლო დროს და ამბობენ, რომ ეს დავითის მოდგმა ბაგრატიონები თურმე ყოფილან ებრაელებიო რა. თქვენ გიჟები ხო არ ხარ? ჯერ დავითი ებრაელი საიდან იყო? საიდან მოიტანეთ, რომ დავითი ებრაელი იყო? რახან ებრაელები იძახიან, რომ ის ჩვენი მამა იყო? ეგრე იმასაც იძახიან, რომ იესო ქრისტე ისრაელში აცვესო ჯვარსო, მაგრამ ეგრო არ არის მართალი? და დავით მეფსალმუნე თურმე ებრაელი ყოფილა და რადგან ბაგრატიონები დავით მეფსალმუნეს მოდგმა არიან, ისინიც ებრაელები ყოფილან თურმე. ბიჭო, ან ებრაელების რა მოუჩანს თუ მიამსგავსეთ ამ ბაგრატიონებს, ჯერ შეხედეთ ბაგრატიონი თუ ვინმეა დღეს რეალურად დარჩენილი, ცისფერთვალება ჭროღაა და მაჩვენეთ აბა ებრაელი ცისფერთვალება ჭროღა. სადმე გინახავთ ცისფერთვალება ჭროღა ებრაელი? კარგით რა, დაანებეთ მაგ დებილობებს თავი რა. მაგ ისტორიას ვერ მოგვპარავთ. რაც არ უნდა ადგეთ თავზე დახტეთ და გადმოხტეთ და გადახტეთ და კალიასავით იხტუნაოთ. ბაგრატიონები და არც დავით მეფსალმუნე ებრაელი არ ყოფილა ტიპი რა. საქართველოს ტერიტორიაზე ებრაელს რა უნდოდა კი იქ ცხოვრობდა ცხეთა რო იწოდება ეხლა იქ ჯურის მონასტერი სადაც დგას, მაგრამ დავით მეფსალმუნე როდის იყო და როდის ქართლში შემოვიდნენ ებრაელები? გაიგეთ? დავით მეფსალმუნე არ ყოფილა. ეხლა გითხრათ, როდესაც დავითის დროზე საუბარი არის, რაზე ნახეთ? ერთ-ერთი მიდის და თმებით გაებმება ტყეში, ანუ თმებით გაებმება ტყეში და მერე მტერი მოსდევს და დაიჭერენ და მოკლავენ იმას. ეს დავით მეფსალმუნის ნათესავია თუ ორცე შვილია ერთ-ერთი. ეხლა ნახე, ისრაელში ტყეს რა უნდა? იორის იქ ვითომ სადაც მოინათლა იესო ქრისტე დინარე იორზეო რო ამბობენ, ხო? იორდანზეო. აი იქ ტყე სად არის მაჩვენეთ? სადმე ტყე არის? არსად არ არის ტყე, მაგრამ დინარე იორზე არის ტყე. აი მდინარე იორზე რომ შეხვიდე, ისეთი უდაბური ტყე არის, რომ შეიძლება მართლა თმებით იქ გაება იმაში, რა ქვია, ტოტებში და დაგიჭიროს ტერმა და მოკლას და მოგაჭრეს თავი. ხო, შეიძლება. მაგრამ იორდანეზე სად არის ეგ? სად არის ეგ ტყე? მაჩვენეთ, აბა. ესე იგი საკითხავი არის, რომ დავითის შვილი აქ სადღაც ტერიტორიებზე იყო, ხო? ივრის პირას და არა იორდანში. მოკლედ, მაგაზე, მოდი იცი რა ვქნათ. ეხლა მე მტკიცებულებას არავის არ დაუწყებ, რომ ბაგრატიონები არ იყვნენ ებრაელები. ჯერ რა თუნდა მაგას გაგება, აგერ ბაგრატიონი ვარ და ბაგრატიონები რამდენის გინდა იმდენი არიან. აიღეთ ის დნმ და ნახეთ, რომ ებრაელები არიან სულ სხვა ტიპები და გენის წარმომადგენლები და ბაგრატიონები სულ სხვა და რანაირად იქნებოდა თუნდაც დავითის მოდგმა. დავითის საფლავი სადა გაქვთ? აბა მაჩვენეთ ებრაელებო. ხო ძალიან მაგარი მამა იყო. აბა მითხარით სადა გაქვთ თქვენ დავითის საფლავი? სადმე გაქვთ დავითის საფლავი? სად არის აბა თქვენი მამა? მაინტერესებს, ერთი მოვიდე ვესტუმრო. აგერ ჩემი წინაპარი ყოფილა და მაინტერესებს რა, სადა გაქვთ? სად?
არა გაქვთ. იმიტომ არა გაქვთ, რომ არ იყო ის ებრაელი. ნათია დვალი წერს ნეტა არ ჩერჩეტობდეო რა. ნეთია ლედილაპალაკობ დვალო. ნეტა შენალჩენჯეტობდე დვალო. ისე დვალები სხვათაშორის თამარ მეფეს ძალიან მხარში ედგნენ ხოლმე. ხო. აბა ეხლა ჩუმდიყავი და დვალო. თორე გადაგაგდები მე-12 საუკუნეში და გაგტყეპავი იქ. ხო, სიკვდილის დასჯა რომ აკვეთილი არ მქონდა. შევიწყალებდი ხოლმე. აი, არ შეგიწყალებ. ეხლა დაგжжიან იქ მე-12 საუკუნეში და არ შეგიწყალებ. მოგკვეთონ თავი. არა, ისე მე თუ მიკითხავს ჩემი თავისთვის, რას შევცვლიდი, ხო? აი, იმ დროში რა შევცვლიდი, დედას ბიჭა ვარ, თუ ყველა სიკვდილით არ დამესაჯა რა, მაგას შევცვლიდი მხოლოდ. ერთადერთ რამე შევცვლიდი, რომ ყველა სიკვდილით დავსჭირდი. ვინც დასასჯელი იყო სიკვდილი, არ შევიწყალებდი. ძალიან ცუდი ვქენი, რომ შევიწყალე ხალხი რა. თია, ნათია დვალი რა კარგად დაახასიათე საკუთარი თავიო, დიახ. ნეტა არ ჩურჩუტებდეო და აგერჰა მე რამდენი წუთი გავიდა, მისმენ ამდენ ხანს შემოკარგო დვალო, ხო და ნეტა რატომ მისმენ ნეტა, თუ ჩურჩუტობ, ძალიან გიყვარს ჩემი ჩურჩუტი ეტყობა და აჰა, მოусმინე. მე ეს აზრები გადაეცი როგორც შენ აზრებად და უთხარი, რომ ის თამარმა იჩურჩუტა თქო და მე ვლაპარაკობ საინტერესო რამეს თქო, იგივეს ვლაპარაკობ თქო ოღონდ. ან სხვა სად აძოვებდნენ ისრაელშიო, ხო? ბადრი, არსად. იქ ისეთი რაღაცებია გაპარული, მე რომ ბიბლიის კითხვა დავიწყე დაბადების თავიდან, გული შემიწუხდა. რატო შემიწუხდა იცი გული? ყველა წინადადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მიწაზეა ესაკითხი მომხდარი და არა ისრაელში, სადღაც ტრაკში. ხალხო, როგორ შეიძლება რომ ადამიანმა ბიბლია წაიკითხოს და ის ვერ მიხვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა მომხდარი რა, მხოლოდ სიბრმავით. ვინც ბრმა, ის ვერ ხედავს. კი. თამა, როგორ ხარ კეთილო და ტკბილო? ძალიან კარგად, მადლობა ნოდარ. როგორც ვხედავ, აგერ, ჩემი ამ პარტავანი თავის რა მოგახსენოთ, გაწეწილი, ისა დღეს დღე დავდივარი ბაღში, იმას ვაკეთებ, იქ ჭარს ვაკეთებ, ვერესტობარი წყალდა ვერა ისა. აჰა, ეხლა შემოგიერთით ის ამპარტავანი, მე ამპარტავანი, ხო. სად იყო რძისა და თაფლის ქვეყანა, სად იყო ხალხო? საქართველოში. გაისეიდეთ მაინც საქართველოში დააკვირდით თქვენს ბუნებას. სად არის ისრაელში რძისა და თაფლის ქვეყანა? სადაც შემოიყვანა მოსემ ხალხი. რძისა და აღთქმული მიწა რომელია რძისა და თაფლის ქვეყანა? რძისა და თაფლის ქვეყანა მარტო ისე რომ გესმით და რძე და თაფლი გონიათ რომ სუპერმარკეტში იყიდებოდა. არ იყო მაშინ სუპერმარკეტი, არა. აგერ იყო მინდვრებით და აგერ იყო რძე რომ კონდეს ძროხას სჭირდება ბალახი. მართლა ხო, ბალახი სჭირდება, კაცო. ბალახი თუ არ არის ძროხას რძე საიდან ექნება და ფუტკას რომ კონდეს თაფლი რა სჭირდება? ყვავილები, მეგობრებო, ხო, მეგობრებო რა, წადით, აბა ისრაელში სად არის იქ რძე და თაფლი? სუპერმარკეტებში არის კი. ხო. მაგრამ შევკარგებო, მაშინ სულ სხვა დრო იყო. ესე არ იყო რა სუპერმარკეტები როგორც დღეს არის. მაშინ იყო ძროხა და ცხვარი, თაფლი, ფუტკარი. აქ შემოკარგებო საქართველოში. აგერ ვიცით, ძლევა ისაკვირველი როგორ მოიგო დავითმა. დავითმა კი არ მოიგო, მოიგეს სვანებმა. როგორ? აი 200 ფუტკრის სკა ზურგჭადით მოკიდებული აიღეს და შევარდნენ პირდაპირ იმ 1000-ზე რომ მოდიოდა იმდენ ხალხი იმაში რა ქვია ამალაში კი არა და ტერში და დაახეთქეს ეს სკები და გამოცვიდნენ ეს ფუტკრები და დაესია ამ ხალხს და გავარდნენ თავკუთ მოკლეჯილები. აი ჯგრ სად გამოჩნდა? წმინდა გიორგი გამოჩნდა მართლაც.
გველუკაშვილი რო გაბოლებდა, რომ ისო წიდა გიორგი გამოჩნდა ცაზე, ხო, ცაზე სულ ციდა ჩამოფრიდა. თავისი ცხენით, ხო, მთელი ჯარი, 200 კაციანი ჯარი, 200 ფუტკრის სკით დაახეთ, 200 ფუტკრის სკა, თქვენ იცით რამხელაა, რამდენია ხალხო ეს? დააყენე მარტო 200 ფუტკრის სკა, აბა, რამდენი მთელი ის გაივსება კილომეტროა. და აი ასე მოიგეს ძლევა ისაკვირველი და არა დავით აღმაშენებელმა რომ მოიგო ამი. ხო, დავით აღმაშენებელს შეუერთდნენ სვანები, როგორც იმიტომ რომ დავით აღმაშენებელს არ უერთდებოდნენ სვანები და არ კადრულობდნენ მასთან, იმიტომ რომ ბევრ ცუდ საქმეს აკეთებდა დავითი. ხო და ამ შემთხვევაში, როცა უკვე საქართველოს დიდი საფრთხის წინაშე იყო და მართლაც დაკარგვის წინაშე იყო, სვანებმა უკვე ჩაერინენ წმინდა გიორგი, თეთრი წმინდა გიორგი ზუსტად ჩაერია მათ. ხო, ოღონდ არა ციდან. ცხენებით არ გამოჩენილა ციდან, მართლა რა. გველუკაშვილის ნაერი ხალხი რო გვაბოლებს ვითომ აქ რაღაცეებს, ვითომ რაღაცა რო იციან. ამპარტავანი კი არა მაგარი ადამიანი ხარო, ხო? ნეტა ეს რომ გაიგოს კაცობრიობამ ჯერ უნდა გამოვიდეს იმ ჯადოებიდან, რომელიც გაუკეთა ამ ხალხს. ჩამოყავთ თურქეთიდან, საიდან აღარ ჩამოყავთ, ჯადოებს უკეთებენ, აბნელებენ ამ ხალხს. ჯერ მარტო შურით არის გამსკდარი სრულიად საქართველოს მოსახლეობა ერთმანეთის მიმართ. საიდან მოდის შური, ხალხო, შური მოდის უნარობიდან. უნარო კიდე ხდები, როდესაც შენ რაღაცა ბლაზეში ხარ, გამომწყვლდეული ხარ რაღაცაში, შენს პოტენციალს რო ვერ იყენებ. პოტენციალს რატო ვერ იყენებ? იმიტომ რომ მოჯადოებული ხარ, ახლა მოჯადოებული რო არ იყო საქართველოს მოსახლეობა ისეთი პოტენციის მოსახლეობა, რომ ესეც დღეში არ იქნებოდა რა. ეხლა თავიდანვე ოდითგანვე მოდიოდა ეს საკითხი, რომ ჯერ ჩხიბავებს უშვებდნენ, ასუსტებდნენ ენერგეტიკულად ქართველებს და მერე შემოდიოდნენ ჯარით. ეხლა უკვე იმდენი მჩხიბავი ყავთ და იმდენი თავისი ხელით ამჩხიბავებინეს ამ საქართველოს მოსახლეობამ, ამ ყვამაღდლებმა და ილიას მოდგმამ, რომ თვითონ ვეღარ იციან რა გააკეთონ. თავისი ხელით ჩაყარეს ქვევი საძირკველებში და დაიმარხეს ქვევი. და თავისი ნათესავების, შვილების და შვილიშვილების სახელები დააწერინეს ზედ. არა, ეს კარგია ეკლესიის ეზოში რო ხდება და ეკლესიის გარეთ რო ხდება, ეგ მჩხიბაობაა, ერთმა ბერმა განგვიცხადა. ხო, აბა, ხო, ეკლესიის შიგნით რომ მკვლელობა მოხდება, ის კურთხეულია და ეკლესიის გარეთ რომ ის მოხდება მკვლელობა, ეგაა, ეგ ცოდვა არის. ეგრეთ შეგვიძლია ვიფიქროთ. დედა. საინტერესოები ხართ რა ძალიან რა. გამართლებას რაღაც არ უპოვით, ხო? შეიძლება იმასაც უპოვონ გამართლება. გიორგი როყვებოდა, აგერ ხო გაგიზიარეთ ვიდეო. ილია მეორთან შევედიო და ტუჩებში მეცა და მაკოცაო და მე თავი გავწიო და შენ ჯერ მზად არ ყოფილიყარო. და რო გამოვედიო, მე ის მე უნდა განახაო და რა უნდა ენახებინაო და აი ის განახაო, არ გინახავსო, რა უნდა ენახებინა. თუ არა თავისი გადმოგდებული ერთი ადგილი და საკითხავი იცით რა არის, მაგასაც მოუპოვებთ ახსნა განმარტება სიტყვით, რომ ეს კურთხეული არისო, ეს კურთხეულია. ღმერთო, რა სასაცილოები ვართ. დედიკო, მინდი ძმოპაჭი კუტელა, რა გაგეღვიძა, იმ ყველაზე ლაპალაკულა გაგეღვიძა. ხო და ჩემო კარგებო, აუცილებლად გამოფხიზლით. იმიტომ ლაპარაკობ, აი ძალიან საინტერესოა რა, როცა მიხვდებით ვინა ვარ საერთოდ, აი რატო ლაპარაკობ ესე. აი ამ სტილს თუ როგორ დავარქვა, აი ამ ასეთი ადამიანის არსო მიხვდებით, ხო? იცი რა ბედნიერი ვიქნები. აი მერე სულ სხვადასხვა დავიწყებ, ჩემო კარგებო ლაპარაკს. ხო. ტამარ, ნატალი რა ხდება? მითხარით, აბა.
ბიჭო, როგორ მიკვირს იცი, ეს ხალხი დამდგარა და უძებნის ახსნას და აი ამ არამზადობას, ამ საშინელებას. ცილს წამებენო ილიაზე რა, რომ ცილს წამებენო მოსყიდულები არიანო, გესმის? საიდან იცით რომ მოსყიდულები არიან? ილაპარაკე იმ ადამიანს, ყავდა ტელევიზიაში მოწვეული, გადაამოწმე რომ ეს ადამიანი მართალია არ არის მართალი, სახელი და გვარი მამის სახელით წარსდგა ადამიანი, რომელიც ამბობს რომ მე ვარ პირდაპირ ის ადამიანი, რომელმაც პირდაპირ გამოსადა ეს ილიაზე, რომ ის არის პედოფილი და მამათმავალიო. და არც ერთმა ტელევიზიამ არ მიიწვია რა. იმერე ფეხზე კიდე მეუფეებზე ხო საერთოდ ლაპარაკი არა, მაგრამ ყველამ პირი დაიკერა და ჩაყდა. არავინ მაგას ყურადღება არ მიაქცია. ხო და მე რა გამიკვირდა ეხლა რომ ილიასთან არ შემიშვეს. ფუფ მაგის ხელებისა და ფეხების ფუფ მაგის ხელს როგორ ვაკოცე ერთხელ. გული მერევა ეხლა ამომარწყებს აქ. ფუფ მამად მავალი ტიპი რა. მამად მავალი. რა გამიკვირდა იქ რო ვიდექი 8 საათი და კგბ-ს ხალხი რო შედიოდა და გამოდიოდა და უშიშროების მანქანები რო შედიოდნენ და გამოდიოდნენ რუსული ნომრებით, გამოვიდა იქ ერთი გეი ტიპი. მღვდელი არ იყო, მღვდელი იყო, არ ვიცი, გაკრიჭული ტიპი იყო. შემომხედა. ასე დაპარაკობდა. მეთქი ამ პედარას აქ რა უნდა მეთქი. და მე რა მინდა აქ რო ვდგავარ. მე გამოვიდა დიმიტრი, ბახიხმარო აქ ზემოდან გადმომხედა. მაგრები არიან, ეთყობა ერთმანეთს იმასშობიან, რა ქვია. რაღაცებს უშვებიან რა, რაღაცებს. ზოგი ქალია ტიპია, ზოგი ძალიან ბოხია, ზოგი ძალიან მამაკაცურია და ზოგი ძალიან ქალურია. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით ამ საკითხებს მეგობრებო, ეხლა იქ საზღვარგარეთ კიდე დაუწყიათ იქ ემიგრანტებს, რომ ეს გოგო დაბლოკეთ. ამას ალბათ შემთხვევით მოგიხვდა ხელი და გაგვიზიარე მიქსი ვიდეო, დებილები გოგო, დებილები. საზღვარგარეთ არიან გაძევებული. გადამთიე 900 იგი წასული და იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს ილია მეორე არის მაგ საკითხში დამნაშავე რა. და იმის სისტემა, რომელ სისტემასაც ის ემსახურება და მოგიხდებათ ეგრე, იყავით მონები საზღვარგარეთ, იყავით, მანდ ნუ ჩამოხვალთ საერთოდ. ნათია წერს, თამარ გამარჯობა, ერთი მამა უსაუბრობს TikTok-ზე, შევინახე და თუ ისურვებ ჩაგიგდე პირადში გაოგნებული დავრჩი. კი, ჩამიგდე, რაზე ლაპარაკობს. და გაოგნებული რატო დარჩი? ხო, ის დავითი საწავიდა, ხარაზიშვილი თუ ხარატიშვილი. შეწავიდა? საინტერესოა. ღმერთო, თქვენ ამ პარტავნება არ გცოდნიათ რა არის. არც ის არ გცოდნიათ მხელა რა არის და არც ის არ გცოდნიათ განკითხვა რა არის. ყველაფერი ახლიდან გაქვთ სასწაული ღმერთო ჩემო. და ესენი ელოდებიან ქრისტეს? ესენი ელოდებიან ქრისტეს გამოჩენას? ქრისტე რო გამოჩნდეს დასწინებენ, შენ ვიხარო, ქრისტე ხარო? ეგეთი ქრისტე ჩვენ არ ვიცითო, ვირზე შემომჯდარიო, იგივე ეთქვიან. მართლა გეუბნები იგივე ეთქვიან. შენ რანაირი მეფე ხარო, ვირზე შემომჯდარიო?
ეტყვიან იგივე, აი ვირზე შემომჯდარი ქრისტე რომ მოვიდეს ისე ვირზე რომ შემოჯდეს, ვერ იცნობენ ესენი. ეტყვიან რომ შენ ქრისტეს ბაძავო და ილია მეორის გააღმერთებენ უკვე ქრისტეს ხარისხში უწმინდეს და უნიტარში ქრისტეზე მაღლა დააყენეს, გესმის? ხო და აი ქრისტე რომ მოვიდეს ვირით, იმას ეტყვიან შენ ბიჭო, ჩვენ პატრიარქს ეცილებიო. მართლა გეუბნები გაუტრაკებენ. მოკლედ რა, კაია, საინტერესოა ძალიან. ხო, მაინტერესებს თუ ჩამიგდე უკვე მოიცა ვნახოთ აბა იქნებ უკვე ჩამიგდო. არა, არ ჩაუგდია. მაგინება ბავშვებო, უკვე პირველი საათი თუ 12 საათი გახდა. ესე იგი რას ნათია ელიოზაშვილი. ესე იგი რას ეუბნება? ილია მეორემ დანიშნა ადრეო პედოფილი მამაო თან დამეკითხაო რომ დავინიშნა ახლა შოღამეზე უინათია შენთან დაირეკა ჩავარდა ტელეფონი დაირეკა პედოფილი მამაო და დამეკითხაო რომ დავნიშნო თუ არაო და მე უთხარი მაგის დანიშნა როგორ შეიძლებაო და კაი წადიო ისეთი ზიზით მითხრაო ილიამო ეს მამაო და მისი მძღოლი ადრე მოწამლეს. შენ იმას ამბობ მეუფე ქრისტეფორეს. ეს მამაო და მისი მძღოლი ადრე მოწამლეს თურმეო. ხო, ეგ მეუფე ქრისტეფორე მაგრა ამ ხელს მაგათ. მაგრამ ეგენი გონიათ მოსყიდულები, გესმის? არ ამოწმებენ ვითარებას, უკვე ეგრე მიაწერენ ხოლმე, ესე დაშტემპლავენ რა, რომ აი მოსყიდული და მაგისთვისაც მოეკითხებათ. აუცილებლად მოეკითხებათ მაგისთვის, რომ არ გადაამოწმეს ვითარება და უკვე ეგრე ხაზი გადაუსვეს იმ ადამიანებს, ვინც ამ ხელს რეალურად რა. ეს ხდებოდა თუ არ ვცდები სოხუმშიო. კი, ეგ არისო, ხო? მეუფე ქრისტეფორე მოწამლეს კიდევაც, შვილიც მოუკლეს. ძღოლი მოკლეს, იმიტომ რომ ეს გადარჩა ქრისტეფორეს სიკვდილიც უნდათ და გადარჩა ეს სასწაულებრივად. მოკლედ, ბევრი ცუდი რაღაც ხდება რა მანდრა. მაგას რო გაიგებს კაცობრიობა, მერე კი მადლობას მოგვიხდის, მაგრამ გვიანი რო იქნება, რა ვქნათ. წავედიო ხო მეგობრებო. თქვენს ბლოგერებს გადაეცით, რომ თამარ ინასარიძეს როცა უყურებთ თქო და მისი გაშღერებული ინფორმაციას გვაწვდით თქო, მისგან გაშღერებული ინფორმაციას გვაწვდით თქო, სიძულვილით მაინც ნუღა მოიხსენიებთ იმ გოგოს თქო რა, პატივი მაინც დასდეთ თქო რა, ესე გადაეცით იმ ბლოგერებს ნებისმიერი ბექავარდოსანიძიდან დაწყებული ვიღაცეებიდან დამთავრებული რა. გაკოცეთ მეგობრებო, ძილინებისა და კეთილი სიზმრები. ხვალამდე.